საპროტესტო აქციები და შეუძლია მოქალაქეების პროტესტს ამ დროს. რაც ალბათ მივახციეთ მაშინ, როცა გაიწვიეს რუსული კანონი. ჩვენი აქტივიზმით და ხმამაღალი ყვირილი შეგვიძლია, რომ დავიბრუნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ის ნდობა, რაც დაგვიკარგა ხელისუფლებამ თვითონ სახელმწიფო სახელმწიფოების მიმართ. მადლობა. მოგესალმებით. რა საფრთხეს ხედავთ? ეხლა თქვენ თუ კი დარჩება ოცნება ხელისუფლებაში ამ არჩევნების შედეგად, თქვენი აღქმა როგორია? საითკენ წავალ? ახლა ესეთია, რომ აუცილებლად დამყარდება რუსული რეჟიმი, კიდევ უფრო გაძლიერდება ამ ქვეყანაში ცხოვრება, უფრო გაძლიერდება ეს ხელისუფლება, განიმტკიცებს დიქტატურას. მერე უკვე ჯოჯოხეთიდან გამოსავალი აღარ იქნება. ამიტომ დროზე უნდა ავჯანყდეთ, გავბრაზდეთ, გამოვიდეთ, მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები. და გავაპროტესტოთ ის ყველაფერი უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მარტო სიტყვის თავისუფლება არ გვინდა ჩვენ მეტი გვინდა. და ეს ხელისუფლება ყველაფერს გვართმევს აბსოლუტურად. გვართმევს და ქვეყანას აბარებს რუსეთს. ტერორისტულ სახელმწიფოს აბარებს და მათი გავლენის სფერო უნდა რომ იქცეს ეს ქვეყანა და ვერ მივართვი. მადლობა, მადლობა. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესში პროტესტის დროს, რა შეუძლია ახლა საზოგადოებრივ პროტესტს? იმიტომ რომ მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ გაყალბდა ეს არჩევნები, ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, ხო ის იგივე საერთაშორისო გამოძიებასაც არ თანხმდება. რაც არის დასავლეთიდან მოთხოვნა. რა შეიძლება ამ დროს აქციებმა გააკეთოს? იგივე მოქალაქეებიც ახლა გვიყურებენ და შეიძლება მათ აქვს განცდა, რომ კი ბატონო არჩევნები შეიძლება გაყალბდა და ჩვენი ხე მოიპარეს, მაგრამ ჩემი პროტესტი რა შეცვლის? თქვენ როგორ ხედავთ, რა შეცვლის ჩვენი პროტესტი? ჩემი აზრით პროტესტი ყოველთვის ცვლის რაღაცებს პროგრესისკენ. რავი, რამეს რო ვყარავენ, ხო არ ველოდებით, რომ დაგვიბრუნებენ, ანუ ჩვენ თვითონ უნდა დავიბრუნოთ სხვადასხვა ხელფებით. პროტესტი ამ შემთხვევაში არის ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არჩევნები ნამდვილად მომხმარეს. ანუ სახლში ჭდომით ამას ვერავის ვაჩვენოთ. ამიტომ არჩევნებიც მარტო თბილისში არ გაყალბებულა, მთელ საქართველოში გაყალბდა. შესაბამისად, ყველგან უნდა გამოვიდეს ის ხალხი, ვინც გრძნობს, რომ არჩევანის უფლება წააგებს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ კი იქნება ხალხმრავალი ეს აქციები მასშტაბური და პერმანენტული, ამას შეიძლება კონდეს შედეგი და ხელისუფლებას მოუწიოს უკან დახევა და ხელახლა ჩაატარებს არჩევნებს?
ხელისუფლებას ვირჩევთ ჩვენ, შესაბამისად ჩვენ უნდა მოვუწყოთ მათ გააკეთონ ის, რაც საჭიროა. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ხალხის ძალა დიდი ძალაა და რაც უფრო ბევრი ვიქნებით, უფრო მეტ შედეგზე და უფრო სწრაფ პროგრესზე შეგვიძლია რომ ვიყოთ. მადლობა თქვენი სახელი. მადლობა. თქვენ უსმენთ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების პოზიციებს. ეხლა ისინი შეჩერდნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც მსვლელობის გამოჩენისთანავე ჩამწვდნენ პოლიციელები, როგორც თქვენ ხედავთ, აი აქ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან. გადამარ აქვს უფლება რომ დატოვოს წარწერა. შეიძლება განმარტოთ? ამ წარწერის უფლება არა აქვს? იქანი რომ დავაძებოთ просто. ნახეთ, მოვედი რომ დამეკრა. და შეიძლება და ხელი. ხო შეიძლება ნორმალურად რა შეიძლება. მოდი ხარ მე სახელი ვარ და მოდი ხარ შეიძლება დავაკრა. მისვიეთ თქვენი სახელი. ბატონო ვარ, როცა გეუბნებია საპოლიციო კონტროლი რო გადაგეუბნება. ხო შეუვარდეში. აბა რა სამსია, მოდი ხარ მაინც და მაინც ხელი. და ერთი კაცი როგორ უნდა შეუვარდეს? სავალ ნაწილი რომელია? ტროტუარზე ვარ. ყველანაირად ხელს გამოხატოთ თქვენი უფლება და ერთი ანუ წარწერის დატოვების უფლება რატომ არ აქვს? შეგვიძლიათ რომ განმარტოთ მოსახლეობისთვის? შეგვიძლიათ რომ განმარტოთ რატომ არ აქვს წარწერის დატოვების უფლება აქციის მონაწილეს? თქვენ იმგზანდებით შეგიძლიათ რომ გითხრათ? ანუ არსებობს საზოგადოებას პატვის რომ გაიგოს ვინ ხარ? უკეთოდ ლაიში ვარ, საკმაოდ ბევრი ადამიანი გვიყურებს და რომ გვითხრათ, რომ განმარტოთ. არჩევ დაწესების დატოვება გინათ რომ თან უთხრათ მაყურებელს? გააყალბა არჩევნები. როგორ? ქართულ მოვაცნებამ გააყალბა არჩევნები და ის ხელისუფლება, რომელიც სამმავლოდ შეიკრება 28 წლამდე, რა თქმა უნდა იმედი მაქვს რომ ასე არ იქნება, არის არალეგიტიმური. სამწუხაროა რომ პოლიცია იცავს არალეგიტიმურ მთავრობას, იმიტომ რომ პოლიცია უნდა ემსახურებოდეს არა მთავრობებს, არამედ ხალხს და დღეს ჩვენს პოლიციას ავიწყდება და მე წინა აქციებზე გეუბნებოდი თქვენ რომ მე ვიბრძვი იმისთვის რომ თქვენ ცხოვრობთ უკეთეს ქვეყანაში და სამწუხაროა რომ თქვენ იბრძვით მხოლოდ იმისთვის რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა იცხოვროს ხოლო და ქართველმა ახალგაზრდებმა დავტოვოთ ქვეყანა და ანუ საერთოდ სურდათ რომ გაგიკეთოთ საჯაროდ გაძლევთ პირობას მე არ ვაპირებ ამ ქვეყნის დატოვებას და გავაგრძელებ ბრძოლას ჩემი ოჯახისთვის ჩემთვის და მათ შორის იმისთვის რომ თქვენ ცხოვრობთ უკეთეს სახელმწიფოში, სადაც მათ შორის პოლიციელების უფლებებიც იქნება დაცული, სადაც ჩვენი უფლებები იქნება დაცული და საჯარო სტრუქტურებს, ჯარს, პოლიციას არ მოუწევს იმუშაოს ისეთ სამსახურში, სადაც ერთი ადამიანის დავალებებს შეასრულებენ, არამედ მე გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს დავაკეთებ, რათა შევქმნათ ახალგაზრდებმა ისეთი სახელმწიფო, სადაც თქვენ მოგიწევთ ხალხის დაცვა, უბრალოდ სიამოვნებით გააკეთებთ და დაიცავთ ხალხს და არა მოგიწევთ ისეთ დავალებების გაკეთებას, რომელიც თქვენს პიროვნულ თავისუფლებას უდავს, ღირსებას შეურაცხყოფს, იმიტომ რომ რასაც თქვენ აკეთებთ, მე არ მგონია ეს ეროვნული ანუ საერთოდ სურდათ ამ სტიკერის გაკვრა თქვენ და არ მოგცეს საშუალება. იბეზე მხოლოდ მეტი არაფერი. შესასვლელთან. ხო, რა თქმა უნდა. და მის უფლება არ მოგცეს პოლიცია. არა, პოლიციელმა ხელი მკრა, რატომ ხელი არ ვიცი, იმიტომ რომ აგრესიულად არ მივსურვა, უბრალოდ თხოვე, მაგრამ ალბათ დავალება აქვთ მიღებული, რომ თხოვნებიც არ შეგვისრულონ, იმიტომ რომ ისინი არ ქვიან ჩვენ მოქალაქეებად და არ ვიცი, შალვა პაპუაშვილი ალბათ მოუწოდებს, უпростоრად ქართველ ემიგრანტებს უწოდებს უცხოელებს და ლოგიკურია, რომ შალვა პაპუაშვილი უწოდებს უცხოელებს, იმიტომ რომ თვითონ ქართველი არაა და ქართველებს უცხოელებად მოიხსენიებს და თქვენ არ ემსახურებით ქართველებს და მე მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ ემსახურებთ ქართველებს. ჩემპირად მოსაზრება არა ფაქტია. ან მოიხსენია ეგრე, ხო? ემიგრანტი მოიხსენია როგორც უცხოელი. შალვა პაპუაშვილი მოიხსენიებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა თვითონ ქართველი რუსია. მენტალობით, გონებრივად, შეგნებით
ყველანაირად რუსია და ლოგიკურია რომ ამას იწევს, მაგრამ მე თქვენთან თხოვნა მაქვს და მოწოდება რომ თქვენ არ გააკეთოთ იგივე, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და თქვენ უნდა ის რომ მე ვარ თქვენი გადასახადების გადამხდელი, თქვენი ხელფასების გადამხდელი, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტში მე შემაქვს გადასახადი. ჩვენ ვიხდით, ჩვენ თითოეულ ჩვენგანი. მათ შორის თქვენც საშემოსავლო 20% რო გაიქნებათ და 6% საპენსიო და დღეს რო ვიხდით 18%, მაგრამ იმას თუ ჩვენი გადასახადით გადახდილი ბიუჯეტიდან თქვენ ხელფასს არ აიღებთ, იმ გადასახადებსაც ვერ გადაიხდით და კი ბატონო, მადლობა რომ გიხდით, მაგრამ ძალიან ცუდია რომ არ გვემსახურებით ჩვენ და ემსახურებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ცუდი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული პოლიტიკის და რუსული ინტერესების გატარებას, თორე თქვენ რომ ეხა ჩვენ მიმართ დადებითად განწყობილი კი არა. ისეთ საქმეს აკეთებდეთ, რომელსაც მართლა უნდა აკეთებდეს პოლიცია. მე მივიდოდ და მივაკრავდი ჩვეულებრივ. არის ეს მეორესაც, მაგრამ მეორესაც დავდოვებ. სადამდეც გავწლები უფრო. გაფსახი დააბრუნოთ. არა, ფეხზე არ ვიზამ. ფეხზე რა თუ შეიძლება მოგიხდე. და დამაბიჯო თომოთ ხელზე, თორე მადლობა. სტიკერები მისგან. არ მინდოდა პროვოკაცია. მივიქით როგორ გეკადრება ჩვენ ხოვეთ. პროვოკაცია და თორმოდა შეგვეძლო გაგვეკეთებინა როგორ გეკადრება. აი მითხარი რა იქა უქნა რატო გიშლით? აი რა შეუყავთ ან მან ხოლმე იქა დამეწებებინა რა მოხდება. შენი საქციელი ვიცით ყველა. არა, არ ვეკამათ. შენი საქციელი მოლაპარაკო. არა, შენი საქციელი მეში თურმე ხალხი. და შენ მოლაპარაკო. როჟე, ერთ სტიკერზე ვაშო გონები ხდება აქ. ანუ ეს სტიკერები ვის აქვს? სტიკერები ვის გაქვთ კიდე? ხათო მეტი არაფერი. რად მოგვაწოდე? აი, რო გათხოვოთ რა. ეს უნდა? შევარდა გამომიყვანა. თქვენ თვალს ადენოთ ბათუმელების პირდაპირ ეთერს, ეხლა საპროტესტო აქციის მონაწილეები მოვიდნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც მათ პოლიციელებმა გარკვეულწილად შეუზღუდეს ის, რომ სტიკერები დაეკრათ უშუალოდ შესასვლელთან. მათ უთხრეს, რომ ეს არის ადმინისტრაციული შენობა და აქ შენობაზე ან შენობის წინ უშუალოდ ვერ დააკრავდნენ სტიკერებს. საბოლოოდ მათ ტროტუარებზე დააკრეს აქციის მონაწილეებმა სტიკერები, ქართული ოცნება არჩევნები გაყალბებულია. ამ შინაარსის სტიკერები დატოვეს მათ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ტროტუარზე. მანამდე კი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის წინ. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ ასევე თქვეს, რომ ისინი პერიოდულად შეიკრიბებიან ბათუმში, მათ შორის იმ დღეს, როცა აჭარის უმაღლესი არჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგებს, ასევე როცა აჭარის უმაღლესის საბჭოს ახალი მოწვევის შემადგენლობა შეიკრიბება, პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან ასევე და გაიმართება საპროტესტო აქცია. დღეს ასევე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მსვლელობით მოვიდნენ ადამიანები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ახლა ისინი აპირებენ რომ განაგრძონ გზა უსკოს შენობამდე, ანუ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან აპირებენ რომ ჩავიდნენ მსვლელობის მონაწილეები. იმას თითელი გააძრობდნენ გეზრამელა. ხედავს რომ გამოვიდნენ მოქალაქეები და მიღება დაგზავნება ისე. გადაიგეთ რაფერ ხევენ უკეთ. რას ამბობთ ქალბატონო? ბატონო, რას ამბობთ? გაახალბებულია არჩევნების სტიკერები დავადებენ თავრობის სახლის წინ.
ხო. ეს უკვე მესამეჯერ მოპარული არჩევნები. ეს ეხლა კი არა მოპარვა, მესამეჯერ. ეხლა რა არის საჭირო, როგორ ხედავთ? ეხლა არის ბრძოლა, რომ რუსეთს არ ჩავაბაროთ საქართველო. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული იდენტობა და ქართული კულტურა, არა რუსული. ანუ ხედავთ მეზობლებად კაი არიან, ისე არა. თუ ქართველებმა დარჩება ხელისუფლებაში, თქვენ ხედავთ ამის საფრთხეს, რომ საქართველო აღმოჩნდება რუსულ ორბიტაზე, ანუ ეს რუსეთის გავლენის ქვეყანა იქნება. დაწყებული აღმოჩენა და უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოლომდე არ გევიდეს. და როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ ჩვენ, რა შეიძლება გავაკეთოთ? როგორც ხალხს შეგვეძლება ისე უბრალო ხალხს. აი ასე, იმიტომ რომ ქართული ყველაფერი იკარგება. ქართული კულტურა ამოწყდება ყველაფერი ქართული. წიგნები, ბიბლიოთეკები ყველაფერი გადავა ხელიდან. აღარ გვექნება არაფერი. ეკლესიები აღარ გვექნება. წაიშლება ყველაფერი. რუსეთი ასეთია. იყო და არ ყოფილა ჩვენი მოყვარე არასოდეს. მე ასე ვთვლი და დანარჩენი და რა არის თავი ნიშანი ამის თქვენთვის, რომ რეალურად ქვეყანა ახლა მიდის რუსეთისკენ, იმიტომ რომ ქართველოსებას ეს ეწერა წინასაარჩევნო პლაკატებზე, რომ წინ ევროპისკენ მივდივართ არა, ჩვენ. მაგი მიყვირს ძალიან. ევროპის თუმცა ჩვენც გავყვეთ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს. ევროპისკენ აინაზე ეწერა ტრანსპორტზე ყველგან. კი. სინდისითო, ნამუსითო, ღირსებითო და მხოლოდ ევროპისკენ. ხო და ეს რა იყო? ევროპისკენ თუ მიდის რუსეთში რაღა უნდა ვერ გევიდე. არა, ევროპის მაშინ თქვას, რომ პირდაპირ რუსეთში წევიდეთო. რუსეთსაც ატყვილებს და ევროპასაც. მე ასე მჯერა. მაგრამ ატყუებს, ანუ თქვენ ეს უკვე თვლილია. თორე გუშინ თქვენ არც კი შეხვდა, ხო, იგივე საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეებს. არავის არ შეხვდეთ. ეს ასე არ შეიძლება, რა თქმა უნდა. სტუმარს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეხვდეთ. ხო. მადლობა. ხო და ევროპისკენო მე ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. ევროპისკენო და აგერ რუსეთისო და ეს არის საოცრება. ხო. ამაზე მეტი საოცრება რა გვინდა? საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ? ევროპასო ჩვენო მართლა გავაოცებთო რომ თქვა, ამით ვაოცებ? ხო. ხო და აოცებს. უბრალოდ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რუსულ ორბიტაზე ყოფნა. ჩვენ ვართ ქართველები და უნდა ვიყოს ქართველები. და უნდა იყოს საქართველო, უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიშამ შექმნა დამოუკიდებელი საქართველო. და ეს უნდა შევენარჩუნოთ ხალხმა, ვერავინ ვერ წაგვარდება. მადლობა, დიდი მადლობა რომ დაგვიწყდით და გაგვიზიარეთ თქვენი პოზიციები. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ახლა მიდიან აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის შენობასთან, უსკოს შენობასთან. მათი მთავარი გზავნილია რომ არჩევნები გააყალბდა, ჩვენ არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს და ვითხოვთ ხელახლა არჩევნებს. ასეთია მათი მთავარი გზავნილები. დღევანდელი აქცია დაანონსეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ახლა კი ისინი მსვლელობით მიემართებიან უსკოს შენობისკენ. მათ უკვე დაუტოვეს სტიკერები, საპროტესტო შინაარსის სტიკერები, თორნიკერი იჟვაძეს, თუმცა სტიკერების გაკვრის უფლება შეუზღუდეს აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა, უშუალოდ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან. გაუგებარი იყო და არც აუხსნიან პოლიციას, თუ რატომ იყო მიუღებელი, თუ კი აქციის მონაწილეების სტიკერს დატოვებდნენ უშუალოდ შენობის შესასვლელთან. გაგუბრუნეთ ჩვენი ხმა, თქვენ ახლა ისმენთ ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის აზა გაბუნიას მოწოდებას.
რუსულ ხელისუფლებას. ასეთი გზავნილიც, ასეთი ლოზუნგიც ისმის დღეს ბათუმის ქუჩებში. რა შეუძლია ახლა პროტესტ თქვენ როგორ ხედავთ? რა ფორმით უნდა იყოს გამოხატული ეს პროტესტი, რომ გაიძულოთ ხელისუფლება, რომ მან ჩაატაროს ხელახლა არჩევნები? ხელისუფლება ცოტა ნევა მიხვდება ამაში გავუგებ, მაგრამ არ ამგონია რომ სწრაფად აზროვნებს ის არის ხანდა ვაცი ცოტა ხელი კიდე რომ დაფიქრდნენ ან გაქვთ ამის პოზიცია და მის უკან დაიხევს. ვაცი არ ეკნება. ან თუმცა შეიკრიბება პარლამენტში და გაიმართება პირველი სხდომა, აი რა შეიძლება შემდეგ მოხდეს? პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღოს და პირველი სხდომა გადადეს, მაგრამ უკრაინის აკეთებს უნდა ჩატარებული იყოს რატომ ვაცი. და ამიტომ ჩვენ ახალგაზრდები როგორც სულკანოზული გზოდით, როცა სხვა აქციები ვაპროტესტებით. დაგვიბრუნეთ თქვენი არჩევნებს. ისე გავაპროტესტებთ ეხლაც და არ დავიწყებით არჩევნებს და არ დავუშვით რუსული გარკვევ გაუნაცვლება ადამიანებს პოლიციელე მაგას დაიკავეს საუსკოის შენობის შესასვლელი. კარგი ხმადა კრედიტი მოცილეს. ეს გამოაცხადეთ პროექტია. ეს გამოაცხადეთ
კომისია ბათუმის და ეხლა გაკოორდინაციდნენ დუსკოსთან. ეს არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობა. იქ სადაც ჩვენ წეგან ვიყავით, წაგვართვეს რეალურად პარლამენტის არჩევნები. უკვე შევაჯამებელი ოქრო დაწერეს, დანაშაული ჩაიდინეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის დანაშაული მოვა დრო, როცა ახდება ისეთი დანაშაული, რომელზეც პასუხისგება მოუწევთ იქ ცდომ ადამიანს. რაც შეეხება ეხლა აქაურობას, ესეც სიმბოლური ადგილია ძალიან. აქ ჩვენ ჯერ არა, მაგრამ სულ მალე 21 ნოემბრამდე გვიპირებენ, რომ თავზე დაგვახიან გამოჟონილი აჭარის არჩევნები. აჭარაში უმაღლესი საარჩევნო კომისია დაწერს დანაშაულები ვოქცს და ლეგიტიმაციას გამოუცხადებს უმაღლეს საბჭოს, რომელიც რეალურად არალეგიტიმური არჩევნების ფონზე შედგება, ხო? ამიტომ ჩვენი აქ მოსვლა მხოლოდ სიმბოლიზმის მატარებელი არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ აქ ყოფილი ადამიანებისთვის დისკომფორტი. ეს დისკომფორტი შექმნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ, როცა აქ ყოფილი დავალების შემსრულებელი ადამიანები, ქართული ოცნების დაკვეთის შემსრულებელი ადამიანები ჩაიდნენ კიდევ ერთ დანაშაულს და ხელს მოაწერენ უმაღლეს საარჩევნო კომისიის შემაჯამებელობას. ეს არ გაუგებია. ამ დღის ეს სისტემა არა უგვიანეს 21 ნოემბრისა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კონკრეტული რამე მოახდინოთ. ნეგმის დაწესებია, რომ დაორგანიზდეს და აქ ამ ადგილას მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნათ და ვეცადოთ, რომ არ წავადეჭროთ დანაშაული ამ ადამიანებს. დავუჭიროთ მასწავლე და მანიფესტს, რომელიც ეხლა აქ ის აჭარის ამიტომ ჩვენ შესაძლოა და დავბრუნდებით მაშინ, როცა ქართლის პარლამენტის არჩევნები გაყალბდა წერია აქ მანიფესტში. მანიფესტი დაებრუნა საქართველოს გაყალბდა მასშტაბურად, სისტემატურად და ორგანიზებული გაყალბდა მოტყუებით, დაშინებით და მოსყიდით გაყალბდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით გაყალბდა სამსახურის დაკარგვის, სოციალური შემწეობის, მომხსნის, ომის დაწყებისა თუ ტრადიციების შესწავლის მიხედვით. და კარუსელებით, ისე პირადობით და არისულებით, უბნის ძველი ბიჭებით გაყალბდა ემიგრანტებისათვის ხმის უფლების ჩამორთმევით. აღალბებს CSKO, აღალბებს ქართული ოცნება, აღალბებს ტელეიმედი, აღალბებს პოზიტივი. აღალბების შედეგად კარგავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. შემოუერთდით წინააღმდეგობას და ერთად დავებრუნოთ სახელმწიფო. ვართ ბევრნი და ვართ ყველგან. დაებრუნე შენი ხმა, დაებრუნე საქართველო. შემოგვიერთდით ჯგუფი დაებრუნე. წერია აი მანიფესტში, მანიფესტი დაებრუნე საქართველო. რომელიც ეხლა გამოაკრეს საფრთხეს აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ან უსკოს შესასვლელთან. ასეთი გახდა საპროტესტო მსვლელობა ბათუმში, რომელიც დღეს შედგა. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აანონსებენ, რომ საპროტესტო აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი, რომ ისინი ისევ შეიკრიბებიან, მათ შორის შეკრიბებიან მაშინ, როცა იგივე ეს ორგანო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უსკო გამოაცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს, ასევე როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევა შეიკრიბება და პირველ სხდომას გამართავს. აი ამ დღეებშიც გაიმართება ასევე საპროტესტო აქციები. დღეს პოლიტიკური პარტიები ასევე მოქალაქეები შეიკრიბდნენ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ხოლო შემდეგ მათ მოეწყო საპროტესტო მსვლელობა. მსვლელობის მონაწილეებმა ასევე დაუტოვეს საპროტესტო შინაარსის სტიკერები თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ტროტუარზე მათ დატოვეს, გამოაკრეს სტიკერები, რაც ამ დროს იყო შელაპარაკება პოლიციელებთან, რადგანაც პოლიციელებმა შეუზღუდეს აქციის მონაწილეებს, რომ უშუალოდ შენობის შესასვლელთან დაეტოვებინათ სტიკერები აქციის მონაწილეებს.
შემდეგ კი მსოფლიოს მონაწილეები ჩამოვიდნენ აი აქ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის უსკოს შენობის წინ. ნახოთ როგორ გამართლდება პროცესები, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა, მათ მანიფესტიც კი გამოაკრეს ეხლა უსკოს შენობის წინ, ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან და გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო დროებით. არჩევნა რომ ბათუმში ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი ministeri მეგობრების გავსან განხილულ საქმეო არჩევნებს და ბათუმი აუცილებლად გაამჯერებს გამოგონებას ბათუმი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ცენტრი განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ის რომ ერთგვარი უწყვეტი პროტესტი არსებობდა ამ ქალაქში სხვანაირად ჩვენ არ შეგვეძლო მესმის რომ ცოტა გაგვაგვირდა, ცოტა რაღაცა გამოფხიზნეს, თუმცა გამოფხიზნეს და ეს გამოფხიზნება უფრო და უფრო მოიმატებს. ევროსტრატი უფრო და უფრო გაიზრდება. შემდეგი ჩვენი გეგმის ნაწილი არის ზუსტად ის, რაზეც წეგარ ვისაუბრეთ. შემდეგი აქცია გაიმართება აქ ამ შენობასთან, მაშინ როცა ამ მომუშავე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ჩვენი თქვენგანი ჯიბიდან ფინანსებიდან მოაწერე უღალატეობრივ დოკუმენტს ხელს. ეს არის შემაჯამებელი ოქრი, რომელსაც დაამართლებს აქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც რეალურად ასრულებენ ქართული ოცნების დავალებას. ამიტომ ჩვენი შემდეგი აქცია იქნება ამ ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნა და უახლოეს დღეებში გაგაგებინებთ კონკრეტულ თარიღებს, დღეს, გეგმას და ასე შემდეგ. ამის მიღმა შემდეგი ჩვენი ნაწილი იქნება ის, რომ უკვე უმაღლეს საბჭოს შეკრების დღეს ისევე როგორც ან ისევე როგორც ცესკოსთან იმ ადამიანებს ვამგზავნოთ რომ პროტესტი არსებობს ფაქტი რომ ეს არჩევნები გაყალბდა და არსებობთ ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ. ამიტომ მადლობა ურმესი ყველას ამ გზისთვის რომელიც გამოვიარეთ და აუცილებლად ახლო მომავალში ჩვენი შეკრების ადგილი იქნება უსკოს შენობა. მადლობა.